მოგესალმებით ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრიდან. დღევანდელი ჩვენი გეშტალტ პოდკასტის თემა არის ძილის პრობლემა. ალბათ ვერ ვიპოვით ადამიანს, რომელსაც თავის ცხოვრების რაღაც ეტაპზე არ განუცდია ეს საკითხი, როგორც სერიოზული დისკომფორტის წყარო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ დღევანდელ პოდკასტში, ერთის მხრივ განვიხილოთ რა არის ძილის პრობლემის წინაპირობა და მეორეს მხრივ აუცილებლად, როგორც ყოველთვის, თვითდახმარების ხერხები ჩამოვაყალიბოთ და ისე ვიმსჯელოთ მათზე, რომ თითოეული თქვენგანისთვის იყოს მარტივად გამოსაყენებელი და პრაქტიკაში დასანერგი. ამიტომ მოდით დავიწყოთ ძილის პრობლემის ძირითადი მიზეზების თუ მახასიათებლების განხილვა და თითოეული შემდგომი როგორ შეიძლება იჩენდეს თავს და როგორ გვჭირდება მიუდგეთ ისე, რომ პრობლემა დავწლიოთ. როგორც გეშტალტში გვაქვს, რომ ადამიანი და საერთოდ სამყარო მთლიანობითია და ეს მთლიანობა კი სხვადასხვა სტრუქტურული ნაწილების გაერთიანებას წარმოადგენს. ჩვენ აქაც უნდა და თითოეულ საკითხთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ ადამიანის არამხოლოდ და მისი ყოველდღიურობის არამხოლოდ ერთი ასპექტი, თუნდაც ფსიქოლოგიური, ვინაიდან ამ სფეროს ვეხებით ყველაზე მეტად, არამედ ასევე ვიყოთ საქმის კურსში, გარდა ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამა თუ იმ პრობლემის წარმომავლობის. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მრავალმხრივად, მრავალასპექტიანი ჭრილი უნდა ვიქონიოთ ამა თუ იმ პრობლემის დანახვის, გააზრებისა და პრობლემის დაძლევის მიმართულებით გეზის აღებისთვის. ძილის პრობლემას რაც შეეხება, მოდით ზოგადით და მთავარი ისეთი გამაერთიანებელი დავიწყოთ, რომ არასწორი ცხოვრების წესი არის ხოლმე მით უმეტეს თანამედროვე რეალობაში ის, რაც ადამიანს უქმნის ძილის პრობლემას და საკუთარ თავზე თუ არა, გვერდზე მყოფზე ალბათ დაკვირვები ხართ, რომ ვინაიდან ინტერნეტს და საერთოდ ამ гаджеტებს აქვს საოცარი მიმზიდველობის ზალა, ისე გვიზიდავს და ისე შეიძლება ვთქვათ, რომ გვიჯაჭვებს კიდევაც რიგ შემთხვევებში, რომ დრო ისე გარბის, რომ არ შეგვიძლია აღვქვათ, რომ უკვე ნიშნულოვანია დავშვათ წერტილი და საკუთარ, ასე ვთქვათ, ძილს მივხედოთ. ამიტომ უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში და საქართველოს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჩვენთან შრომა, დასაქმება, საქმიანი დამოკიდებულებები, დღის წესრიგი, რეჟიმი, რასაც ქვია, ესე იგი, ყოველდღიური რუტინა, ეს არის ჩვენი საკმაოდ სუსტი წერტილი და ამიტომ ჩვენთან ხშირად ხვდებით იმას, რომ ვთქვათ, სხვადასხვა ასაკში ადამიანები დღის და ღამის შენაცვლებულ მდგომარეობაში არიან და დღისით ძინავთ და ღამე ვიძავთ, იმიტომ რომ უბრალოდ დღისით იმიტომ ძინავთ, რომ მთელი ღამე გაათენეს და მეორე დღეც ზუსტად აი ამ უკუღმართი და ესე იგი ჯანმრთელობისთვის მავნე თანმიმდევრობით მიმდინარეობს და სინამდვილეში უნდა ვთქვათ, რომ აი ეს დღის ძილი ძალიან მავნე იმიტომ არის, რომ ქმნის აი ამ დეპრესიულ ფონს, დეპრესიული ჰორმონების გამომშავება ხდება თავის ტვინის მიერ და ამიტომ ძილის პერიოდი, რომელიც ყველაზე ჯანმრთელი ჩაძინების პერიოდი ღამის 12 საათამდეა, რომ ეს ძილის ჰორმონი მელატონინი გამომუშავდეს და თუ ახლა ადამიანი ვერ ახერხებს მაინც და მაინც ამ დროს დაძინებას, მან უნდა იცოდეს, რომ
არსებითი მნიშვნელობის არის, ესე იგი, სადღეღამისო ეს ციკლი, ძილღვიძილის და ღამის ძილის უზრუნველყოფა. ამიტომ არასწორი ცხოვრების წესი, რომელიც მე ახლა მოკლედ ავწერე, არის ხოლმე ძილის პრობლემების წინაპირობა. შეიძლება რაღაც ეტაპზე ადამიანმა გამოიარა ეს არასწორი ცხოვრების წესით ყოფნის და რაღაც პერიოდი ქონდა ასეთი და ეხლა უკვე სურს რომ ჩადგეს კალაპოტში, მაგრამ ნურას უკოცრავად, იმიტომ რომ ბიოლოგიური რიტმი უკვე გადაწყობილია და აქ კიდევ დამატებითი ძალისხმევა არის საჭირო იმისთვის, რომ გადმოვაწყოთ და ჩავაყენოთ უკან. ესე იგი დღის ჩვენი დღის და ღამის ეს ციკლი ისე რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ დაზიანდეს და პირიქით ჩვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავდეთ. მაშ არასწორი ცხოვრების წესი და гаджеტების როლი ამ თვალსაზრისით არის ძილის პრობლემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მიზეზი, თუმცა ასევე უნდა დავასახელოთ სანამ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე მივალთ, გარემოს ზემოქმედების საკითხი, ზოგჯერ ადამიანები ამას არ აქცევენ ყურადღებას, შეიძლება ვერცაცნობიერებენ, რომ შეიძლება ზინოთ ხმაურში, შეიძლება მათ ესე იგი შუქი ან ტემპერატურული დისკომფორტი უქმნის ესე იგი პრობლემას და მოდით მივაქციოთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ შუქზე ძილი აღმოჩნდა ისევ და ისევ მელატონინის გამომუშავების დამაბრკოლებელი ფაქტორი და აი ეს არასრულფასოვანი ძილი, რა თქმა უნდა, მე დღის განმავლობაში მეორე დღეს აისახება ჩვენს კარგად ვერ ყოფნაზე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შუქში არ გვეძინოს. და სიჩუმე იყოს უზრუნველყოფილი, ახლა გასაგებია რომ სრული იდეალური არაფერი არსებობს ამ სამყაროში, მაგრამ მაინც ვიცადოთ რომ აი ეს გარე გამღიზიანებლები, სმენითი გამღიზიანებლები არ იყოს ჩვენ ძილზე ნეგატიური ზემოქმედების მქონე. ზოგჯერ ადამიანს რომელმაც იმუშავა უკვე დაიღალა და ნამდვილად ფიზიკურად აქვს მოთხოვნილება დაიძინოს და კიდევაც კარგადაც ჩაეძინება, აი ეს ხმაური სულიად გაუცნობიერებლად უშლის ხელს აი ამ კარგ ღრმა ძილს, რომელიც ჯანმრთელი ძილის სახელით არის ცნობილი და აი ამიტომ უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ ჩვენს რეალობაში არ იყოს ესეთი ძაფრი სმენითი გამღიზიანებელი, რომელიც ჩვენი ძილის მდგომარეობაში არაჯანმრთელ ზემომქმედ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს. ტემპერატურული დისკომფორტი ასევე, რომ ყველას გამოუცდი ალბათ, როცა ძალიან ცხელი ამინდებია, ან კიდევ შეიძლება ვთქვათ, ვერ გათბა ორგანიზმი, რომ ეს უშლის ძილს თავისთავად ხელს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. ეს თვითზრუნვა ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ცნება არის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, ჩვენს ორგანიზმზე და ძალიან ყურადღებით უნდა მოусმინოთ ჩვენს სხეულს. რა გზავნილებს გვაწვდის, ამაზეც ალგე პოდკასტი გქონდა ჩვენ ამ თემისთვის მიძღვნილი და ამიტომ აი სხეულთან კონტაქტი და სხეულის მოსმენა, რომ ეს ტემპერატურული საკითხი, ფიზიკური კომფორტის საკითხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. იმიტომ რომ თუ არ იმჩნევს, ვერ იმჩნევს, ყურადღებას არ აქცევს ადამიანი და ესე იგი რაღაც კონკრეტული გარემოებები არსებობს, რომელიც მას ობიექტურად უქმნის დისკომფორტის მდგომარეობას, მაშინ შეიძლება სწორედაც ეს იყოს უძილობის წინაპირობა, ან ძილის პრობლემის განსაზღვრელი. და აი ფიზიკური დისკომფორტი უკვე ვახსენე, იმიტომ რომ აქეთ მივდიოდით, ტკივილები, გარკვეული ავადმყოფური სიმპტომები, რომელიც რაღაც დაავადებებს თან ახლავს და შესაბამისად შეიძლება სწორედაც ამის გამო ადამიანს დაერღვეს აი ეს ძილის ჯანმრთელი ძილის პროცესი, ასევე ჩვენი ყურადღების მიპყრობას საჭიროებს და
აქაც ესე იგი არ უნდა მიუშვათ ეს სტიქიურად თვითდინებაზე და თუ რაიმე გვაწუხებს უნდა ვეცადოთ რომ ეს წუხილისა და დისკომფორტის წყარო რაც ჩვენზეა დამოკიდებული არ დავიშუროთ ძალისხმევა მისი აღმოფხვრისთვის ხომ თუ საჭიროა ტკივილგამაყუჩებლის დახმარება რა თქმა უნდა ეს დროებითი ანესტეზია ამიტომ რომ ტკივილს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქ ნიშნავს რომ უჭერს ორგანიზმს და რა არის ის რაც ასე ვთქვათ ორგანიზმის ფუნქციონირების ხელისშემშლელია ჩვენ შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციების ესე იგი სპეციალისტთა კონსულტაციის გავლის შემდგომ უკეთესად დავარეგულირებთ ამ საკითხს. ანუ ახლა რაც ვისაუბრე აქამდე ახლა როგორც ვხედავ ეს არის რომ ვიყოთ ყურადღებიანი საკუთარი ესე იგი რეალობის მიმართ, საკუთარი მდგომარეობის მიმართ და ვეცადოთ ვიზრუნოთ იმაზე რომ თუ რაიმე ფაქტორები არსებობს გარემოში იქნება ეს ესე იგი гаджеტები იქნება ეს კონკრეტული გარე სმენითი გამღიზიანებლები თუ ფიზიკური მათ შორის დისკომფორტის მიზეზი აი ეს ფაქტორები რომ იქნას დროულად შემჩნეული და დაძლევისაკენ ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი ვინ ზრუნავს და ვინ ცდილობს მას რა თქმა უნდა შედეგის მიღწევის მეტი ალბათობა აქვს ასევე ესე იგი ძილის პრობლემები ხშირად კონკრეტული ნივთიერებების მოხმარებასთან არის დაკავშირებული ერთის მხრივ ესე იგი ადამიანებს აქვთ ასეთი წარმოდგენა რომ ვთქვათ ალკოჰოლი არის რელაქსაციის წყარო და შეიძლება ძილს ხელს უწყობდეს მაგრამ ეს ერთის მხრივ იმიტომ რომ ასე იგი ალკოჰოლის ავად და ასე იგი ბოროტად მოხმარება რომელიც ალკოჰოლიზმის ესე იგი რისკებს მოიცავს მიჩნეულია ძილის პრობლემების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიზეზად ისევე როგორც სხვა ნივთიერებები ნარკოტიკული ნივთიერებები მაგალითისთვის როგორც არის სტიმულატორები და სხვა ასე ვთქვათ შემადგენლობის მქონე მათ შორის მედიკამენტებიც რომლებიც აგზნებას იწვევენ ნერვული სისტემის და მაგალითად ესე იგი კონკრეტულად არტერიული წნევის პრეპარატებსაც კი შეიძლება ძილის პრობლემები მოჰყვეს. ამიტომ აქაც ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა მედიკამენტების მიღების დროსაც ექიმთან კონსულტაცია, რომ ასევე აი ამ გარე ფაქტორმა, ფაქტობრივად ეს არის ნივთიერებები და მათთან დაკავშირებული ჩვენი ორგანიზმული რეაქციები, რომ გამოვრიცხოთ აქედან უძილობის საკითხი. აი მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გავს სიმპტომურად ერთმანეთს ესეთი ნევროზული ეტიოლოგიის წარმოშობის სიმპტომები და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ ხრივად დაწვიყოთ ყურადღებით, ვინაიდან ორივე მათგანი არის ძილის პრობლემების ჩამოყალიბების სათავე. თავისთავად ეს ძილის ჰიგიენას რასაც უწოდებენ და ამაში გულისხმება განათლება ან ფსიქოგანათლება იმის შესახებ რომ როგორ უნდა ესე იგი წარმართოს ადამიანმა თავის დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობების საღამოს როგორ უნდა იმოქმედოს, როგორ უნდა განაწყოს საკუთარი თავის ძილის მიმართ ეს ძილის ჰიგიენის თემა ასევე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჯანმრთელ ძილთან ან ძილის პრობლემებთან, ხომ? და ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ის ვთქვათ სასმელი მაგალითად რომელიც არის ჩაი ან ყავა, სადაც კოფეინი არის
კოფეინის შემცველობა არის მოცემული, ჩვენ არ უნდა მივიღოთ დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მათ, ვინცაც აქვთ თავის ცხოვრებაში ეს ჩაძინება, დაძინების, ძილის პროცესის ჯანსაღად მიმდინარეობის პრობლემა. ამიტომ აი კოფეინის შემცველობის სასმელების მხოლოდ დღის პირველ ნახევარში მცირე დოზებით ერთჯერადად, ორჯერადად მოხმარება ასევე მნიშვნელოვანი არის აი ამ მიდგომაში და თუ კი სითხეს შევეხეთ, ბევრი სითხის მოხმარებაც, ესე იგი, დღის მეორე ნახევარში, საღამოს საათებში, ასევე შეიძლება იქნას ძილის პრობლემის გამომწვევი. ნელ-ნელა ვუახლოვდები იმ თემატიკას, რომელიც აი სუფთა ფსიქოლოგიური წარმომავლობის არის, თუმცა ყველაფერი, რაც ჩვენ დამოკიდებულებებს, ჩვენს ესე იგი საკითხების მიმართ დამოკიდებულებას განწყობას ეხება, ფსიქოლოგიის სფეროა თავისი არსით და ის ჯანსაღი ცხოვრებაც და თვითზრუნვაც, რომელზედაც უკვე ვისაუბრე, თავისთავად მოიცავს ამას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მაინც ისეთი მკაფიო სტრუქტურის და საზღვრების გავლება აქვს და ის გარე ფაქტორები, რომლებზედაც გავამახვილე ყურადღება, ახლა ნელ-ნელა შინაგან ფაქტორებთან მიმართებაზე კავშირების თვალსაზრისით უნდა დავინახოთ და ესე იგი თუ კი ადამიანი დღის განმავლობაში არ ხარჯავს ენერგიას სათანადოს და ეს ენერგიის ხარჯვა უკვე არის ადამიანის ყოველდღიური ყოფის მისი ყოფიერებისადმი განწყობის გამოხატულება, რომ ის ზრუნავს იმაზე, რომ იყოს პროდუქტიული, დახარჯოს მისი ესე იგი გონებრივი და ფიზიკური ენერგია მიზანმიმართულად და მიზანშეწონილად, თუ ის ესე იგი სტიქიურად ატარებს ამ დღეს და არ იღლება საერთოდ, იმიტომ რომ უბრალოდ ესე იგი სტატიკურად სადღაც წამოწოლილი ან ჯდომიარე მდგომარეობაში არის და ისევ როგორც ასე ვთქვათ დაუღამდება ისე გაუთენდებას პრინციპით ცხოვრობს, მაშინ აი ენერგიის ხარჯვა აღდგენის პროცესიც ასევე დარღვეულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა დახარჯოს დღის მანძილზე თავისი ენერგია, გონებრივი, ფიზიკური ენერგიის ხარჯვა მოხდეს და ამიტომ თუ კი რაღაც მიზეზების გამო ხო, თქვა დროებით ადამიანი შეიძლება უმუშევარია და უფრო მეტად ესე უწევს სახლში ყოფნა. ამიტომ რეკომენდაცია არის, რომ საღამოს ძილის წინ, აი საღამოს საათებში მან გაისეირნოს, დახარჯოს ეს ენერგია და ჟანგბადის ასე ვთქვათ, მიღება ორგანიზმისთვის უზრუნველყოს, რომ საკუთარი ძილი ჯანსაღ მდგომარეობაში ამყოფოს და ის რომ ძილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობაში, რაღაც დამცველობისთვის ამ საკითხზე აღარ ვმჯელობ, რაღაცნაირად ესე მიმაჩნია, რომ თითქოს შეიძლება ჩემი ფანტაზია და პროექციაა, რომ ეს ისედაც გასაგებია, რომ ძილის დროს ხდება ახალი ენერგიით ორგანიზმის მომაარაგება, ძილის დროს ხდება ემოციების გადამუშავება, აი ძილზე რო გქონდა პოდკასტი, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ უკვე და რომ ძილმა უნდა მოახდინოს მთლიანად მთელი ორგანიზმის რესტარტი, ანუ ხელმეორედ ენერგიის გამოხტვა, ხელმეორედ ასე ვთქვათ, გადატვირთვა ასე ვთქვათ, ხომ? ამიტომ ძილზე ზრუნვა და აი ამ ძილის ჰიგიენის საკითხები და ენერგიის ხარჯვა აღდგენაზე ყურადღების მიპყრობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხები ამასთან დაკავშირებით. მთლიანობით და ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ და ყველა ასპექტი მხედველობაში ვიქონიოთ იმისთვის, რომ გათვალისწინებული გქონდეს და თადარიგი დაჭერილი და ზრუნვა განვახორციელოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე მგონი შევეხე მეტნაკლებად ესე იგი ძილის ჰიგიენის საკითხსაც და აქვე დავძენ რომ კვლევები აჩვენებს რომ ესე იგი ეკრანთან
ყოფნა ეკრანზე კონცენტრირება ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძილის პრობლემის აღმძვრელი წინაპირობა. აი, რასაც უწოდებენ აი სკროლვა, როდესაც ადამიანი სკროლობს ეკრანს, ხო თითქოს არაფერი ახლა არ ღლის დიდად თავის გონებას, მაგრამ სინამდვილეში თავის ტვინის იმპულსების იმდენად აგზნება ხდება ამ დროს, როცა ეკრანზე არის ადამიანი კონცენტრირებული. ამიტომ აი ძილის ჰიგიენის მნიშვნელოვანი შემაჯამებელი ასპექტია, რომ ძილამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, 2 საათი არის ოპტიმალური დრო. ადამიანმა უნდა დამშვიდების მდგომარეობაში ჩააყენოს საკუთარი თავი. ანუ მან უნდა მოახერხოს სასიამოვნო, შვიდი გარემოს 7 სიტუაციის შექმნა საკუთარი თავისთვის. იმიტომ რომ თუ აგზნებად და აჟიტირებულ მდგომარეობაში იმყოფება, ბუნებრივია ძილის ფაზაში გადასვლა გაჭირდება. ამიტომ ესე იგი ძილამდე 1 საათით ადრე უნდა შევწყვეტოთ ნებისმიერი ესეთი აქტივობა და რასაც ქვია ეკრანზე კონცენტრაცია, ასევე უნდა ავიღოთ ამაზე ხელი და შევწყვეტოთ სიმშვიდისთვის, რაც ჩვენი შინაგანი სიმშვიდის მომტანია, უფრო მეტად აი დამშვიდებაზე ორიენტირებული მიდგომა არის გასათვალისწინებელი ძილის წინ. ისეთი მშვიდი მუსიკის მოსმენა, თუ ადამიანს ძალიან უნდა რომ რამე ფილმს უყუროს, ალბათ წინასწარ უნდა გათვალისწინებული გქონდეს, რომ ეს ფილმი არ იყოს მძაფრ სიუჟეტიანი და პირიქით ემოციური აგზნების გამომწვევი, არამედ რაღაც სასიამოვნო და უფრო მდორე სიუჟეტის მქონე. თავისი არსი წიგნსაც ესეხება, რომ თუ ადამიანი წიგნს კითხულობს, თუ ისეთი შინაარსებია იქ, რაც პირიქით მას საგონებელში და გააზრებაში აგდებს, ან კიდევ რაღაც ემოციურად აღაგზნებს და დამხვტვას იწევს ორგანიზმის და ნერვული სისტემით, აი ეს ყველაფერი უნდა მხედველობაში ვიქონიოთ და გავითვალისწინოთ, რომ ასეთ აქტივობებს დავანებოთ თავი ძილის წინ. არამედ უზრუნველყოთ სიმშვიდე. ეხლა მივადექი აი ძირფესვიანად ფსიქოლოგიურ საკითხებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩივის იმას, რომ ძილის წინ, როცა ის საკუთარ თავთან ერთ-ერთზე რჩება, ამ დროს ამოტივტივდება ყველა აქტუალური თემა, ამ დროს ამოტივტივდება საფიქრალი, რომელიც მისთვის პრობლემურ საკითხებს გულისხმობს, ამ დროს შეიძლება ნეგატიური აზრები მოდის თავში და აი ახლა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და ვთქვათ, რა ხდება ამ დროს, როგორ არის, რომ არის ადამიანთა კატეგორია, რომელთანაც ეს არ ხდება და სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ძილის პრობლემები სწორედ ამ ფიქრების, ნეგატიური და უსიამოვნო ფიქრების შედეგად არის გამოწვეული. პირველ რიგში, ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში თვალს ვარიდებთ და საკუთარ თავთან არ ესე იგი ვართ დიალოგში აქტუალური თემების გადამუშავების პროცესში. ესე იგი ჩვენ არ ვუსწორებთ თვალს ასეთ შემთხვევაში აქტუალურ ჩვენთვის საკითხს, იმას, რაც ჩვენ გვეხება, იმას, რაც გადასაჭრელია, ან ვერ ვახერხებთ ამის გადაჭრას და რა თქმა უნდა, ის რაც არ დასრულებულა, ის რასაც წერტილი არ დაესვა, ის აუცილებლად ამოტივტივდება, როდესაც ჩვენ საკუთარ თავთან დავრჩებით ერთ-ერთზე და ეს მდგომარეობა არის თვალდახუჭული მდგომარეობა ბალიშზე, თავის დადების ის მდგომარეობა, რომელიც ძილის წინა პერიოდს წარმოადგენს. ამიტომ დავსახოთ მიზნად ის, რომ აქტუალური საკითხებისთვის, აი რამაც ახლა ძილი დამიფრთხო. იმისთვის განსაზღვრო დღის საათები და ახლა მე კონკრეტულ ტექნიკას შემოგთავაზებთ ამ შინაგანი დიალოგის იმ ასე ვთქვათ პრინციპებს, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თუკი ამ დროს რაღაც უსიამოვნო აზრები მოდის და გარკვეული პრობლემების ასე ვთქვათ ნაკადი წამოვიდა წინა პლანზე დაძინების დამობრკოლებელი, რომ ჩვენ შევძლოთ ამის დარეგულირება. ნიშნულოვანია პირველ რიგში, რომ შევამჩნიოთ და
თვალი გაუსწოროთ იმას, რა არის, რაც არ მაძინებს, რა არის, რაც არ მაძლევს დაძინების საშუალებას და რა ფიქრები არის, რომ შემოიჭრას, ინტრუზიულ ფიქრებს უწოდებს ამას ფსიქოლოგიური მეცნიერება და შემოიჭრება ეს ფიქრები. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ რა მოგდის თავში აზრად, ეს ამაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და თავში მოსული აზრების, ასე ვთქვათ, რაგვარობა განსაზღვროთ და ამაზე ვიზრუნოთ. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი იმაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ რაც თავში აზრად მოგდის, რა მიმართულება მივცეთ, როგორ დავარეგულიროთ და როგორ მართოთ ეს საკუთარი ფიქრები, რომელიც ყოველთვის ემოციურად არის დამუხტული, ყველა აზრს თავისი ემოციური ფონი გააჩნია. ხო, ამიტომ ეს შინაგანი ჩვენი კონდიცია სწორედ ამ პროცესით იმართება და ამის ერთადერთი გამოსავალი და სამართავი საშუალება ეს არის საკუთარ თავთან დიალოგი. როგორც მეორე ადამიანთან და თუ ადამიანს მოსდის რაღაც ფიქრები, რომლებიც ნეგატიურია, რომელიც შეიძლება დაძაბულობას იწვევს, რომელიც შეიძლება რაღაც დილემებს და გადაუჭრელ საკითხებს, პრობლემურ თემებს ეხება, ამ დროს უნდა ჩვენ თავს დაველაპარაკოთ, რომ გამოვყოთ ამისთვის ხვალინდელი დღის საათი. და საკუთარ თავს შევპირდეთ უნდა, რომ აუცილებლად ამ საკითხის გადაჭრისთვის მე ამ დროს, ამ საათს შეიძლება ასეც ვთქვათ, მიუძღვნი და ახლა მნიშვნელოვანია დაძინება, ახლა მნიშვნელოვანია პოზიტიური ემოციური ფონის შექმნა და ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებით ხვალ, შეიძლება დილიდან. და თუ კი ჩვენ ვავარჯიშებთ საკუთარ თავთან დიალოგს და ეს არის საკუთარი თავის მართვის, მენეჯმენტის, საკუთარი თავის ფლობის, თავის უფლების ერთადერთი საშუალება ეს კონტაქტი საკუთარ თავთან. ეს ძალიან კარგად ჭრის უძილობის ან ძილის პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში. მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს ეს გამოცდილება, ეხლა რასაც ვამბობ ამ შინაგან დიალოგთან და საკუთარ თავთან მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, პროცესს აღწერ, ხო? შეიძლება ისე უცხოთაც კი ჟღერდეს, რომ რას ამბობს ეს ადამიანიო, გაოცებასაც იწევდეს. მაშინ ჩავთვალოთ, რომ არა ის გამოცდილება არადა მნიშვნელოვანია ამის პრაქტიკა და მაშინ უნდა მივმართოთ სპეციალისტს იმისთვის, რომ საკუთარ თავთან კონტაქტი და საკუთარი თავის მართვის მექანიზმები ავითვისოთ და ეხლა ის რაც მე სულ რაღაც 25 წუთში მინდა ჩავატიო, მაქსიმუმ 30 წუთში მინდა გაგიზიაროთ, ამ მარჩვევების გამომუშავებასა და გავარჯიშებას ჭირდება კონკრეტულად რაღაც დროის დათმობა და თუ დამოუკიდებლად არ გამოდის, მაშინ სპეციალისტის დახმარება და გეშტალტი მთლიანად კონტაქტზე ორიენტირებული მეთოდია და პირველ რიგში რასაკვირველია საკუთარ თავთან კონტაქტია უმნიშვნელოვანესი, ამის გარეშე გარემოსთან კონტაქტი ჭირს, ვინაიდან მხოლოდ გარემოზე ორიენტირება საკუთარი თავის იგნორირების მდგომარეობაში მოგვაქცევს და მხოლოდ საკუთარ თავთან კონტაქტი კი გარემოსთან უკონტაქტობას. ამიტომ ამ საზღვრის ასე ვთქვათ, ამ საზღვარზე ყოფნა და ამ შინაგანის და გარის დაბალანსება და გამთლიანება ამ პროცესში არის სწორედ გეშტალტ თერაპიის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, ესე იგი, სამიზნე, რასაც ვაკეთებთ ჩვენ სამუშაო პროცესში. ესე იგი, რომ შევაჯამო უკვე ნათქვამი, შეიძლება ვთქვათ, რომ ის საკითხები, რომლებიც არის წერტილდაუსმელი, ინგლისურად ქვია unfinished business, ანუ დაუსრულებელი სიტუაცია, დაუსრულებელი თემა, დაუსრულებელი საკითხი, ღიად დარჩენილი, აქტუალური გამოწვევა, რომელსაც ადამიანი თვით დინებაზე მიუშვებს და ასეთი, ესე ვთქვათ, საკუთარი თავის მოტყუების პრინციპით, რომ ეს თვითონ მოგვარდება, იშვიათად ხდება ასეთი რამ, ამ პრინციპით, როცა ცხოვრობს, ეს ფაქტიურად უკვე არის იმის რისკის მქონე, რომ ეს ყველაფერი ერთი თუ რამდენიმე ასეთი აქტუალური საკითხი უკვე
ძილის პრობლემის შემქმნელი იქნება. და ესე იგი საკუთარ თავთან კონტაქტი, კომუნიკაცია და აქტუალური საკითხების გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომები არის ის მთავარი პრევენციული ასე ვთქვათ გზა, რომელიც ჩვენ ჯანსაღი ძილის და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების საფუძველს გვიქმნის. და თუ ადამიანი ცდილობს, რომ არ დატოვოს ღიად მისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური, მიაქციოს ამას ყურადღება, გადაამუშავოს ეს დღის განმავლობაში. შესაძლებელია ის იმ დღესვე არ იჭრება, მაგრამ დასახოს სამომავლოდ, როგორ და რანაირად ხედავს აქეთ მოძრაობის და ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, მაშინ ეს უკვე თავისთავად დამამშვიდებელი ეფექტის მქონეა გვირაბის ბოლოს, ვხედავთ შუქს და ეს გვირაბი უკვე ჩეხი აღარ არის, ეს გვირაბი აღარ არის ვაკუუმი და დახშული სივრცე. იქ სადაც ამის განხორციელება კიდევ ვიტყვი დამოუკიდებლად ვერ ხერხდება, შემდგომში იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ძილის დაბრკოლებას, ძილის პრობლემებს, უძილობას, როგორც ასეც იწვევს, აი ის შფოთვითი მდგომარეობები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და შეიძლება ობსესიების, ანუ აკვიატებული აზრების, ან კომპულსიური მოქმედებების სახითაც კი გამოვლინდეს, იმიტომ რომ ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარ თავთან აი ამ აქტუალური თემების რეგულაციას, ვერ ახერხებს საკუთარ თავთან დამოუკიდებლად კონტაქტისა და შინაგანი დიალოგის შეთანხმებების მიღწევას და მაშინ აი ეს დისჰარმონია და შინაგანი კონფლიქტი, რომელიც თავისთავად ნევროზის წინაპირობას წარმოადგენს, ქმნის ძალიან არაჯანსაღ ფონს, რომელიც აი ასეთ უკიდურეს სერიოზულად პრობლემურ გამოვლინებებს, ობსესიებს, კომპულსიებს, რასაც აკვიატებული აზრები და ქცევები ქვია, რიტუალური ქცევები ქვია, აი ამ მდგომარეობასაც მოაქვს სერიოზული პრობლემები ძილთან დაკავშირებით, რომ აღარ ვთქვათ, რა თქმა უნდა, დეპრესიულ ფონზე და დეპრესიულ ბუნებაგანწყობილებაზე, რომელიც შეიძლება ასე იგი რთული ფორმით დაავადების დეპრესიული ესე იგი დაავადების ფორმითაც კი წარმოჩინდეს, მაგრამ ეს უკიდურესი მძაფრი ფორმა არის და აქედან გამომდინარე ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ფსიქოფიზიკა ერთ მთლიანობას ქმნის, რომელიც ჩვენი ორგანიზმის სახით გვეძლევა ამ სამყაროში ჩვენს ცხოვრებაში და უნდა ვიზრუნოთ ამ მხარეებზე, რისი დახასიათებაც მე ვეცადე დღევანდელ ჩვენს პოდკასტში და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ყურადღების მიპყრობა, თვითრეფლექსია, საკუთარ თავთან კონტაქტი, კომუნიკაცია და შინაგანი დიალოგი, ესე იგი აქტუალური საკითხებისთვის და გამოწვევებისთვის თვალის გასწორება და გადაჭრის გზების დასახვა და ამ ყველაფრისთვის ღამისთვის არ მოტოვება და არ გადადება იქნება სწორედ საკუთარი ჯანსაღი ძილის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საფუძველი. ვახსენე მთელი რიგი ემოციური, ფსიქოემოციური პრობლემებისა, რომელიც ძილს აბკოლებს და ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებას უშლის ხელს და შემთხვევითი არ არის ეს. ბოლოსკენ გავამახვილე ამაზე ყურადღება, ვინაიდან ჩვენი შემდგომი პოდკასტის თემა სწორედაც დეპრესიულ გამოვლინებას, დეპრესიის პრობლემას ეხება, დეპრესიული ბუნებაგანწყობილების მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, საკითხზე მსჯელობას მიეძღვნება, ასე რომ დღევანდელ პოდკასტს ამით დავამთავრებ. გისურვებთ კარგ ძილს და ტკბილ სიზმრებს, რომლის ავტორები თქვენ თვითონვე თავისუფლად შეგიძლიათ გახდეთ და შესაბამისად თქვენი ყოველდღიურობა უფრო პოზიტიური მიმართულებით წარმართოთ, გემშვიდობებით და შემდეგ პარასკევს
საინტერესო თემით და პრობლემებთან გამკლავების პრაქტიკული, ასე ვთქვათ, ხერხებით დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდ.